ბების ფართო ასორტიმენტს ყოველგვარი ტიპის კანისთვის. ბაბე ესპანური პრემიუმ ხარისხის ბრენდი მთელი ოჯახისთვის. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საინტერესო ამბით, ხო მართალია? კი, ძალიან საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, რომ ენდოკრინოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა ახალი რიგით მეოთხე ფილიალი გახსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით. ადგილზე ხელმისაწვდომია როგორც მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული ანალიზატორები, ასევე თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მქონე აპარატურები, რაც პაციენტებს მოკლედ ძალიან დიდ კომფორტს უქმნის, საინტერესო სივრცეა ძალიან და რომელსაც სოფიო სახვაძე ეწვია, ხო მართალია? კი ბატონო, და სიუჟეტიც მოგვიმზადა და უფრო დეტალურად სოფიოს სიუჟეტიდან გავიგებთ. კი ბატონო. ხოთ. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტს შეემატა ახალი ფილიალი საბურთალოზე, რომელიც სრულად აღჭურვილი არის კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური საშუალებებით და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული აპარატურით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვიამაყოთ იმით, რომ პირველად საქართველოში მქონდა რადიოლოგიური კვლევა, რომელიც ხელოვნური ინტელექტთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად ეს მეტად უადვილებს და უმარტივებს ექიმს როგორც დასკვნის დაწერას, ასევე გარდა ამისა პაციენტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ის მცირე ცვლილებებიც კი, რომელიც შესაძლებელია საბოლოო ჯამში გარკვეული პათოლოგიების მიმანიშნებელი იყოს. აქ ჩვენ შევთავაზებთ კვალიფიციური სპეციალისტებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად პაციენტებს სხვადასხვა სახის თერაპიულ სერვისს, როგორიც არის კარდიოლოგია, ნევროლოგია, ასევე პედიატრია, გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ იმას, რომ პაციენტს ერთ სივრცეში მივაწოდოთ ყველა ის სერვისი, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ ინსტიტუტში, ჩვენ ვზრდით ძალიან ბევრ ცნობილ ახალგაზრდა ენდოკრინოლოგებს. დღესდღეობით ამ კლინიკას თქვენ რო ხედავთ, ეგ არის ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი. ყველა პროცესი ლაბორატორიაში ხდება ავტომატიზირებული, სრულად უკვე. ამის გარდა აქ არის ახალი ულტრაბგერითი აპარატები ხელოვნური ინტელექტით, რაც ეხმარება თვითონ სპეციალისტ ეხოსკოპიის უფრო ზუსტ პასუხში და ნუ რა თქმა უნდა გამოცდილი ექიმები. ეს მეოთხე ფილიალიც გააგრძელებს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მთავარ მიზანს, ეს არის პირველ რიგში პაციენტის ჯანმრთელობა. გაგრძელდება საგანმანათლებლო პროცესი, ჩვენ გვყავს რეზიდენტები, დოქტორანტები, უმცროსი ექიმები და ჩვენი მიზანი არის ძველი თაობის, რომ აღზარდოთ ახალი თაობა, რომელიც იქნება ასევე წარმატებული ექიმები და გამოადგება ჩვენ საქართველოს მომავალში როგორც წარმატებული ექიმები. ძალიან მიხარია, რომ თბილისში კიდე ერთი არაჩვეულებრივი კლინიკა შეემატა. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრი ზოგადად ცნობილია ჩვენს ქვეყანაში, როგორც ლიდერი ამ პროფესიაში, ენდოკრინოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში. პაციენტებმა იციან ეს, კარგ სერვისი იღებენ, არაჩვეულებრივი აპარატურით აღჭურვილი, არაჩვეულებრივი ლაბორატორი, გულობს ავხალბატონ ელენეს და მის შესანიშნავ გუნდს ამ წარმატებას. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ყოველთვიურად, ყოველწლიურად ჩართულია ჩვენ საქველმოქმედო აქციებში, რადგანაც ჩვენი ზრუნვა არა მხოლოდ დედაქალაქის